მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი წერილობით დეკლარაციას ავრცელებს, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში მკაცრ დათქმებს ითვალისწინებს. საერთაშორისო დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილებებს გაასაჩივრებენ და მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესი. სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია, ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდიან. ეს აღარ არის ცალკეული ინციდენტები. ეს არის დემოკრატიული ოპოზიციის გაძევების გამოხატვის, თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული უწყვეტი კამპანია. ამასთან საქართველოს დელეგაცია ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. ჩვენ გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის წმუნებათა სიგელს და მოუწოდებთ საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროსაბჭოს წესდების მესამე მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის გამო, ნათქვამია დეკლარაციაში. ეს არის საგანგაშო მომენტი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პირველად ისტორიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი, რომელიც 24 სხვადასხვა ქვეყანას 4 პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, პირველად ისტორიაში მიმართავს არა მარტო ასამბლეას, არამედ მინისტრთა კომიტეტს, რომელიც არის ევროპის საბჭოს მმართველი ორგანო, იმ მიზნით, რომ თუ კი საქართველოში არ შეწყდება ავტორიტარული კურსი, მაშინ დადგეს საქართველოს გარიცხვის საკითხი ყველა შესაბამისი სტრუქტურიდან. ეს არის რეალურად განგაშის ზარი ყველა ქართველისთვის და შესაბამისად ყველა ქართველს მინდა მოუწოდო, განუჩნდათ იმისა, თუ ვის მისცეს სხვა გასულ არჩევნებზე, ყველას მინდა მოუწოდო, გავერთიანდეთ ქართული ოცნების სახადის წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს ის ლეგენდარული სიტყვები, რომელიც მაშინდელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოთქვა ევროსაბჭოში მიღების დროს, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომ მე ვარ ქართველი და ვარ მაშასადამე ევროპელი. ეს იყო ნამდვილად უდიდესი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ამ ეპოქალური მოვლენიდან 25 წლის თავზე დავდექით იმ ვითარებაში, რომ საუბრობენ საქართველოსთვის ან უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე, ან ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხზე. ეს არის კატასტროფული ვითარება, რომლის გამოსწორების ერთადერთი შანსი არსებობს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. ოცნებად საკეთებს. ამ პარტიის თვით მიზანი არის, რომ ევროსაბჭოდანაც გამოვაგდონ, აბსოლუტურად ყველაფრიდან გამოვაგდონ და დარჩნენ იზოლირებული საერთოდ სამყაროსგან. თითოეული გადაწყვეტილება, რაც ოცნებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, ეს გადაწყვეტილება იყო, ყველა გადაწყვეტილება იყო თვით მიზანი, რომ როგორღაც ამ ქვეყნის იზოლაცია მოხდარიყო სრულად. შალვა ბაკოშოს დარწმუნებული ვარ, რომ გაუხარდება კიდევაც საიდანაც საქართველოს კიდევ გამოვაგდებენ, იმიტომ რომ კიდევ ერთი გადაწმული ნაბიჯი იქნება წინ იზოლაციისკენ. რამდენიმე პოლიტიკურად მოტივირებული, იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატის განცხადება მოვისმინეთ, გავეცანი ამ სიასაც და აქ არიან პირდაპირ ადამიანები, რომლებიც თავის დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ფარგლებში პირდაპირ იყვნენ ჩართული არჩევნების გაშავებაში და არჩევნების ძირის გამოთხრაში. ამიტომ და რაც თავარია, სრულიად საფუძვლოდ არანაირი ფაქტების გარეშე, ყველანაირი ფაქტის გარეშე. ამიტომ მათგან ჩვენ არაფერი არ გვიკვირს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერთან საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში იქნება თუ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში თუ სხვა ფორმატში განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომლებიც შეიძლება მათ აღელვებდეთ. უბრალოდ აქ ის კი არ არის, რომ მათ რეალურად რამე აღელვებთ. მათი მთავარი მიზანი ამ მომენტში არის, რომ მოკლევადიანად მოახდინონ საქართველოს დაზიანება და ამით წაეშველონ ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, თორე ამის იქით სხვა რეალური პროცესი არ მიმდინარეობს, ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშები. ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ასეთ პირობებში თავადაც ხედავთ, რამდენად ძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სრულ აბსურდია სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები. ბახმაროში ტრადიციული დოღი ბახმაროს თასია 2025 გაიმართა. საცხენოსნო ღონისძიებაში გურიიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი მონაწილეობდა.
ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში საბავშვო გასართობი აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობდა და გაიმართა ტრადიციული დოღი. ფერისცვალების სახელობის ტაძარში კი შესრულდა საზეიმო ლიტურგია. დოღს ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოხდა დოღში გამარჯვებული მხედრების დაჯილდოება. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა. ფერისცვალების მადლი ფარავდეს გურიას და სრულიად საქართველოს. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ და მახარებს დღეს თქვენთან ერთად აქ ამ დღესასწაულზე ყოფნა. დღეს ვხედავთ, რომ რა ხდება მსოფლიოში გარშემო, როგორი ქაოსია და როგორ დაფასდა გურულების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი. თუ რამხელა ფასი აქვს მშვიდობას. ყოველჯერზე გვაუცემს გურია თავისი განსაკუთრებული სილამაზით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, მაგრამ ყველაზე საოცარი არის მაინც ხალხი, რომელიც ცხოვრობს ამ ულამაზეს რეგიონში და მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, გურია ყველაზე საუკეთესოს იმსახურებენ გურულები და გვერდებით რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ რეგიონისთვის. გურია წელს პირველად ყველაზე მასშტაბურ კულინარიულ ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც 23-24 აგვისტოს შეკვეთილში მუსიკოსთა პარკში გაიმართება. ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალის დაწყებამდე ბოლო 3 მზადისი მიმდინარეობს. წელს პირველად გემოფესტის მასპინძელი გურია იქნება. სტუმრები ადგილზე ტრადიციულ კერძებთან ერთად მის თანამედროვე ვარიაციებსაც დააგემოვნებენ. ფესტივალისთვის უკვე შეირჩა 13 მონაწილე. თითოეულ მათგანს ტრენინგი გამოცდილმა შეფზარეულებმა ჩაუტარეს. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება. მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცდებითი და გასართობი აქტივობები. ეს იქნება განსაკუთრებული გემოფესტი, იქნება ზღვისპირეთში გემოფესტი, ახალი თავგადასავლებით, ახალი გემოელებით, ახალი მონაწილეებით, ახალი ქართული გემოებით, კარგად დავიწყებული ძველის გაცოცხლებული ვერსიებით, ასე რომ ეწვიეთ გურიას და შემოვერთდით გემოფესტს. ძალიან გვახარებს ის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მონაწილე ყავს უკვე ამ პროცესში, რომელმაც მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძები გველოდება გურიაში. თვითონ გემოფესტი ჩატარდება 23-24 აგვისტოს შეკვეთილში მუსიკოსთა პარკში, ასე რომ ყველას გელოდებით ერთად გავატაროთ ძალიან სასიამოვნო დრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომელსაც შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგენენ საკუთარი პროდუქცია, როგორც სამზარეულოს ნაწილი, ასევე ღვინო, ჩაი და სხვადასხვა ნაწარმი, რომელიც ადგილზე იწარმოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის ცნობადობის გაზრდისთვის. მე მინდა რომ როცა დამთავრდება გემოფესტი, ამ ხალხმა იფიქროს, რომ დედა, სავიყავით ამ. მე ნახოთ როგორ გვაქვს მრავალფეროვნება. ზუსტად მაგის მოლოდინი გვაქვს ჩვენ. დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მაინტერესებდა ყველაფერი რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა და ახლა მონაწილე ვარ და იმედებს გავამართლებ ჩემი რეგიონისაც და ჩემს წვლილს შევიტან გემოფესტის განვითარებაში. აღმაფრთოვანა მონაწილეებმა, აღმაფრთოვანა მონაწილეების წარმოდგენილმა კერძებმა საოცარი კერძები არის მოტანილი, რომელიც ქართველი დამსვენებლებისთვის არ არის ცნობილი. ამიტომ 23 და 24 აგვისტოს აუცილებლად უნდა ესწროთ მუსიკოსების პარკს შეკვეთილში, რომ დააგემოვნოთ ეს დიდებული სასიამოვნოდ გაუცებული ვარ მე და ჩემი მეგობრები გურული კულინარიით. მე პირადად განსაკუთრებით, იმიტომ რომ გურული ვარ და სასიამოვნოდ გაუცებული ვარ იმ კერძებით, რაც დღეს და გუშინ ვიხილე. გურიაში თხილის სეზონი უკვე კარგახანია დაიწყო. მთავარი კითხვა, რომელზე პასუხი გლეხებს ყოველდღე აინტერესებთ, თხილის ფასია. ფასი მხოლოდ ციფრები არ არის, რადგან ის განსაზღვრავს, რამდენად დაფასდება გლეხის შრომა და როგორი მოგებით შეძლებენ მუშაობას ადგილობრივი რეალიზატორები. მოქალაქეები სხვადასხვა შეფასებებს აკეთებენ. ზოგიერთისთვის წლევანდელი ფასი მისაღებია, სხვებისთვის კი იმედგაცრუების მიზეზი. ერთადერთი სიახლე ამ მხრივ ისაა, რომ
თხილის მიმღებ ობიექტებში თხილის ხარისხის ეგრეთ წოდებული გატეხვით შემოწმება აღარ ხდება. ოზურგეთში თხილის ფასი კლებისკენ მიდის. გულშიშველა ამჯერად 1 კილოგრამი 3 ლარი, ხალხად 3 ლარი და 20 თეთრი ღირს. ბერძნულა 3 ლარი და 80 თეთრი. თუმცა არის ობიექტები, სადაც კარგი ხარისხის ბერძნულას ჩაბარებას 4 ლარად შეძლებთ. სეზონის დასაწყისში ბერძნულას ჩაბარება 4 ლარით და 50 თეთრით დაიწყო, თუმცა ფასი თანდათან დავარდა. როგორც თხილის მიმღებ ობიექტებში ამბობენ, ფასის ვარდნა მოსავლის ხარისხის გაუარესებას უკავშირდება. თხილის მსხვილი რეალიზატორები, რომლებსაც პროდუქტი რეგიონს გარეთ გააქვთ, ამბობენ, რომ წელს თხილის ხარისხი გურიაში ძალიან დაბალია. ამის მიზეზად მწერი აზიური ფაროსანა და მავნებლის საწინააღმდეგო შეწამლითი ღონისძიებების არასათანადო განხორციელება სახელდება. ამბობენ იმასაც, რომ ბაზარზე შესაწამლის საშუალებების ხარისხი დაბალია და ზოგჯერ აღნიშნული წამალი უფრო მეტად აზიანებს თხილის ხეებს, ვიდრე ფაროსანას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლოს 3 დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 37 პირი დააკავეს. პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.